აი, წარმოიდგინეთ რა ხდება, როცა პატარა სამეფო ორ გიგანტ იმპერიას შორის აღმოჩნდება. ალბათ, უმეტესობა იფიქრებს, რომ მისი ბედი გადაწყვეტილია, ხო? მაგრამ დღეს ჩვენ ვნახავთ ისტორიას, რომელმაც ყველა მოლოდინი დაარღვია. ამბავს იმაზე, თუ როგორ შეძლო ერთმა პატარა სამეფომ არა მარტო გადარჩენა, არამედ რეგიონის მმართველად გადაქცევა. მაშასე, როგორ ხდება, რომ შენი ყველაზე დიდი სისუსტე, ანუ ორ იმპერიას შორის ყოფნა, უეცრად შენს უდიდეს ძალად იქცევა? აი, სწორედ ამ გამოცანის ამოხსნა შევეცდებით ძველი იბერიის, ანუ ქართლის სამეფოს მაგალითზე. მოდით, ჩაუღმავდეთ. ესე იგი, ყველაფერი იწყება ახალი წელთაღრიცხვით პირველ-მეორე საუკუნეებში. აი, სწორედ ამ დროს ისტორიამ თითქოს იბერიისთვის იდეალური სცენარი დაწერა. რეგიონში ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ ქართლის სამეფოს ხელში უნიკალური კოზირი აღმოჩნდა. და რაში მდგომარეობდა ეს კოზირი? მოდით შევხედოთ. პირველი, სამხრეთით, მეზობელი სომხეთი საგრძნობლად იყო დასუსტებული. მეორე, რეგიონის ორი სუპერძალა, რომი და პართია, ერთმანეს ჭამდნენ დაუსრულებელ ომებში. და მესამე, ყველაზე მთავარი, იბერიამ ძალიან ჭკვიანურად ითამაშა. მან დაამყარა ალიანსი ჩრდილოელ ძლიერ ალანებთან და რაც მთავარია, ხელში ჩაიგდო კონტროლი კავკასიონის უმნიშვნელოვანეს უღელტეხილებზე. აი ამ ყველაფერმა ერთად იბერია უბრალო სამეფოდან რეგიონის მთავარ მოთამაშედ აქცია. ხო და როცა ასეთი ხელსაყრელი ვითარებაა, რას აკეთებ? რა თქმა უნდა, მოქმედებაზე გადადიხარ და იბერიამაც არ დააყოვნა. მეფე ფარსმან პირველმა ახალი წელთაღრიცხვით 25 წელს ძალიან ამბიციური და გაბედული გეგმა შეიმუშავა. მეტიც, პირდაპირ სომხეთის დაპყრობა დაისახა მიზნად. ეს არ იყო რაღაც სპონტანური შეჭრა, არა. ეს იყო კარგად გათვლილი მრავალეტაპიანი ოპერაცია. თავიდან ფარსმანმა საკუთარი ძმა, მითრიდატე, დასვა სომხეთის ტახტზე. შემდეგ კონტროლის გასამყარებლად იბერიის ჯარმა აიღო სომხეთის დედაქალაქი არტაქსატა. რა თქმა უნდა, პარტიას ეს არ მოეწონებოდა და საპასუხოდ უზარმაზარი ჯარი გამოგზავნა. და აი სწორედ აქ მივედით მთავარ მომენტამდე, გარდაუვალ გადამყვეთ ბრძოლამდე. წარმოიდგინეთ ბრძოლის ველი. ერთ მხარეს იბერიელები, ძლიერი ქვეითებით, ელიტური კავალერიით და რაც მთავარია მოკავშირე ალანებითა და სარმატებით. ანუ სრულიად დაბალანსებული მრავალფეროვანი არმია. მეორე მხარეს კი პარტიელები, რომლებიც ძირითადად თავიანთ სახელგანთქმულ კავალერიასა და მშვილ დოსნებზე აკეთდებდნენ აქცენტს. იცით, ეს ცოტა არ იყოს ერთფეროვანი მიდგომა აღმოჩნდა. იბერიელების კომბინირებულმა ძალამ პარტიის არმია უბრალოდ გაანადგურა. და აი ამ ბრძოლის კულმინაცია ისტორიკოს ტაციტუსის მიერ აღწერილი მომენტი, როცა ორი მეთაური პირისპირ შეეჯახა. აი რას წერს ის. როგორც კი პარტიელების ბანაკში ხმა გავრცელდა, რომ მათი მეთაური დაიჭრა და შეიძლება მოკდა კიდეც, არმიაში პანიკა დაიწყო და უბრალოდ უკან მოუხედავად გაიქცნენ. ეს იყო არა უბრალოდ გამარჯვება, არამედ ძალიან ხმამაღალი განაცხადი. იბერიამ მთელ რეგიონს დაანახა, რომ ის ანგარიშ გასაწევის სამხედრო ძალაა. მაგრამ, როგორც ხდება ხოლმე, დიდ გამარჯვებას დიდი პრობლემებიც მოჰყვება. იბერიის ასეთი გაძლიერება რომს რა თქმა უნდა არ ესიამოვნა და შეშფატდა. აი სწორედ აქ იწყება ჩვენი ისტორიის ყველაზე ბნელი და დრამატული ნაწილი. ამბავი ამბიციაზე, ინტრიგებსა და წარმოუდგენელ ოჯახურ რალადზე. ეს ისტორია, რომელსაც ისევ ტაციტუსი გვიყვება, რაღაც შექსპირის ტრაგედიას გავს. მოკლედ რა ხდება? ფარსმანის შვილი, რადამისტი, ვითომ მამას ეჩხუბება და თავშესაფარს ადეძებს, საკუთარ ბიძასთან, სომხეთის მეფე მითრიდატესთან. ბიძაც რა თქმა უნდა შეიფარებს და მთელ ნდობას გამოუცხადებს. ამასობაში კი რადამისტის ზურგს უკან ინტრიგებს ხლართავს, სომეხ დიდებულებს ქრთამავს და მეფის წინააღმდეგ აკეზებს. და ბოლოს როცა ყველაფერი მზადაა, ვითომ მამას შეურიგდა, ბრუნდება იბერიაში, აგროვებს ჯარს, იჭრება სომხეთში და მამის პირდაპირი ბრძანებით საკუთარ ბიძას და მის მთელ ოჯახს კლავს. წარმოუდგენლად ცივსისხლიანი გეგმა, არა? აი, ამიტომაც წერს ტაციტუსი ამ სიტყვებს. ფარსმანისთვის, როგორც ჩანს, სომხეთის მმართველობა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე საკუთარი ძმის სიცოცხლე. ძალაუფლებამ ამ შემთხვევაში ყველაფერი გადაწონა. კარგი, ეს საკმაოდ მძიმე ისტორია იყო, მაგრამ მოდით, გადავიდეთ შემდეგ თაობაზე, რადგან სწორედ აქ იწყება იბერიის ნამდვილი ოქროს ხანა. თახტზე ადის მეფე, რომელიც სამეფოს ძლიერების აბსოლუტურ პიკზე აიყვანს. ეს არის ფარსმან მეორე. და ქართული ქრონიკები მას საოცრად აღწერენ. შუენიერი, ტანითა დიდი და ძლიერი, მხნე მხედარი. ანუ ის არ იყო უბრალოდ რაღაც კაბინეტის მმართველი, არა, ის იყო ნამდვილი მეომარი მეფის განსახიერება. და რაც მთავარია, მისი საქმეები მის გარეგნობასა და რეპუტაციას ნამდვილად არ ჩამოუვარდებოდა.
და აი მისი დამოკიდებულება რომთან უბრალოდ ფენომენალურია. ნახეთ რა კონტრასტია. ერთი იმპერატორის ადრიანეს მიწვევას რომში ფარსმანი ამპარტავნულად უარყოფს და მეტიც, მის ტერიტორიაზე ალანებს აგზავნის დასარბევად. ანუ ღიად უპირისპირდება. მაგრამ დრო გადის. იმპერატორი იცვლება და მისი მემკვიდრე ანტონინუს პიუსი ფარსმანს უკვე არა როგორც ვასალს, არამედ როგორც თანასწორს, რომში უდიდესი პატივით იღებს, ტერიტორიებსაც კი უმატებს და მის საპატივცემულოდ ცხენოსნის ქანდაკებას დგამს რომის ერთ-ერთ ტაძარში. ეს უკვე ძალთა სრულიად ახალი ბალანსის დემონსტრირებაა. და რა მოაქვს ასეთ პოლიტიკურ და სამხედრო წარმატებას? რა თქმა უნდა, ეკონომიკური აღმავლობა. იბერიისთვის ნამდვილი ოქროს ხანა დგება. გახსოვთ, თავიდან რომ თქვით გეოგრაფიული მდებარეობა პრობლემა იყო? აი ახლა ამ პერიოდში ეს მდებარეობა იბერიის უდიდეს სიმდიდრედ იქცა. დედაქალაქი მცხეთა გადაიქცა უმნიშვნელოვანეს სავაჭრო ხაბად, სადაც თავს იყრიდა გზები სომხეთიდან, ალბანეთიდან, კოლხეთიდან და ჩრდილოეთის სტეპებიდან. ფაქტობრივად რეგიონის მთელი ვაჭრობა აქ გადიოდა. და ეს ყველაფერი მხოლოდ ისტორიულ წყაროებში არ წერია. ამას პირდაპირ ადასტურებს არქეოლოგია. არქეოლოგები პოულობენ უამრავ რომაულ და პართიულ ვერცხლის მონეტას, მდიდრულ სირიულ მინის ჭურჭელს, იტალიურ ბრინჯაოს. წარმოიდგინეთ სამკაულებსაც კი, რომლებიც ინდოეთიდან და ცენტრალური აზიიდან ჩამოტანილი ძვირფასი თვლებითაა დამზადებული. და რაც ყველაზე საინტერესოა, ეს ნივთები მხოლოდ მეფეების და არისტოკრატების სამარხებში კი არ გვხვდება, არამედ ჩვეულებრივ, სოფლის ტიპის დასახლებებშიც. ეს ნიშნავს, რომ კეთილდღეობა მთელ სამეფოზე ვრცელდებოდა. საბოლოო ჯამში იბერიის ისტორია ერთ რამეს გვახსენებს. ჩვენ ხშირად ფოკუსირებულები ვართ რომზე, პართიაზე, დიდ იმპერიებზე. მაგრამ მათი ჩრდილის მიღმა იმალება უამრავი ასეთი პატარა სამეფოს ეპიკური ისტორია. ხომ არ ღირს დაფიქრება, კიდევ რამდენი ასეთი ამბავია აღმოსაჩენი?